თუ ძილის დარღვევას რამე უნდა იცოდეთ, ამას ახლა მოგიყვებით, ამიტომ ეს ვიდეო შეინახეთ და მას ყოველთვის უყურეთ. აი მაგალითად დავუშვათ, თქვენ დღეში გძინავთ 1-დან 3 საათამდე. ეს არის ძილის კრიტიკული დეფიციტი. ასეთ შემთხვევაში, როცა თქვენ დღეში გძინავთ მხოლოდ 1, 2 ან 3 საათი, ხო? როგორც კი თქვენ თქვათ უკვე დაიწყებთ დღის განმავლობაში მოქმედებს, თქვენს თავის ტვინს იმის გამო რომ აკადა მკვეთრად ეს ძილი, ეწყება წამიერი გათიშვები. თქვენ შეიძლება გაითიშოთ აი გზაზე მოძრაობის დროს, აი 1-დან 30 წამამდე და მანქანა გეჯახოთ. და თუ თქვენ თვითონ მართავთ მანქანას, აი ამ წამიერი გათიშვის პირობებში შეიძლება თქვენ დაეჯახოთ ვინმეს. ამიტომ როცა თქვენ გძინავთ დღეში თქვათ 1-დან 3 საათამდე, თქვენ ხდებით სახიფათო როგორც სხვებისთვის, ასევე საკუთარი თავისთვისაც. გარდა ამისა, როცა თქვენ გძინავთ თქვათ დღეში 1-3 საათი, თქვენ სხეულში ძალიან მაღალია კორტიზოლის შემცველობა და ძალიან მაღალი კორტიზოლი მიდრეკის ხდით მაღალი არტერიული წნევისკენ. ამიტომ ვისაც ისედაც მაღალი არტერიული წნევები გაქვთ, თქვენი ძილი არ უნდა იყოს ასეთი ცოტა, უნდა იყოს ბევრად უფრო მეტი. გარდა ამისა, თქვენს თავის ტვინში პრეფრონტალური კორტექსი, ან ის უბანი, რაც პასუხისმგებელი არის აი სწორ ნაბიჯებზე, გააზრებულ ნაბიჯებზე, სწორ გაწყვეტილებებზე ზიანდება და ამიტომაც არის რომ აი თქვენ შეიძლება რაღაც საქმე გააკეთოთ, მაგრამ აი ის გაწყვეტილებაც რომ თქვენ მიიღეთ იყოს აბსოლუტურად არალოგიკური. ხოლო თუ თქვენ გძინავთ დღეში 4-6 საათი, არ იფიქროთ რომ ეს უკეთესი სიტუაციაა. ასეთ შემთხვევაში თქვენს ორგანიზმში დაბალი იქნება შემცველობა ლეპტინისა. ეს არის დანაკლების ჰორმონი. ხოლო შემცველობა გრელინის, რომელიც არის შიმშილის ჰორმონი, უფრო მაღალი იქნება. ანუ თქვენ იქნებით მოდივად შიმშილის გზნობით, ამიტომ უფრო მეტ საკვებს მიიღებთ, რაც საბოლოო ჯამში წონას მოგმატებთ და ასევე მიდრეკის გახდით ჯერ ინსულინზე რეზისტენტობის მიმართ და მერე უკვე შაქრიანი დიაბეტის მიმართაც, ანუ გაგიზრდება დიაბეტის განვითარების რისკი. გარდა ამისა, იმის გამო რომ მაღალი შემცველობა იქნება კორტიზოლისა, ასევე იწყებს კლებას ეს თინიფოციტებიც, რაც საბოლოო ჯამში მიდრეკის ასევე გახდით იმისკენ რომ უფრო მარტივად დაგემართოთ ინფექციები, ანუ თქვენი იმუნური სისტემა დაგიზიანდებათ. რაც შეეხება 7, 8 და 9 საათიან ძილს, აი ეს არის უკვე ნორმა და ყველაზე საინტერესო ნაწილიც აი ეს არის. ნახეთ ახლა რამდენი მაგარი რაღაცა გითხრათ. როცა ადამიანს ძინავს დღეში 7 საათი, ეს არის მინიმალური ჯანსაღი ნორმა. ამ შემთხვევაში სხეული უკვე ასწრებს აღდგენას. 8 საათიან ძილი კიდევ ოპტიმალურია. ოპტიმალურია ძალიან ბევრი კუთხით. აი მოდი მივყვეთ. პირველ რიგში, როცა თქვენ ძინავთ დღეში 8 საათი, გულსისთავთა სისტემა ასწრებს აღდგენას. როცა თქვენ თეთრი ხართ დატვირთული, ხო, წნევა არტერიული მაღალი გაქვთ, გულის სისტემა აჩქარებული და სისტემა არის დატვირთული მაქსიმუმზე, მაგრამ აი 8 საათიან ძილის პირობებში ის ასწრებს აღდგენას და დასვენებას, რომ მერე მომდევნო დღისთვის უკვე კარგ ფორმაში იყოს. ასევე თქვენი მეხსიერება, რომელიც არის მოკლევადიანი, უფრო ადვილად გადავა გრძელვადიან მეხსიერებაში და თუ თქვენ მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი რაღაცის დამახსოვრება გიწევთ და უჩვენთ რომ აი რატო ვერ ვიმახსოვრებ, არ მივაგა მეხსიერებაო, აი ამ ძილის დაბალანსებით უკვე ეს მეხსიერებაც გაუმჯობესდება. გარდა ამისა, ზრდის ჰორმონი გამიყოფა საკმარისი რაოდენობით 8 საათიანი ძილის პირობებში. რატომღაც ხალხს გონია რომ ზრდის ჰორმონი მხოლოდ ბავშვებისთვისაც სიმაღლეში გაიზარდონ. ეს ესე არ არის. ზრდის ჰორმონი სჭირდება ჩვენი ქსოვილების რეგენერაციას, აღდგენას. ხო და როცა თქვენ დატვირთული ხართ, ხო, ეს კუნთოვანი ქსოვილი ხო ზიანდება ფიზიკური აქტივობის პირობებში. აი საკმარისი რაოდენობის ზრდის ჰორმონი მას აღადგენს. და ასევე თქვენი ხასიათი იცვლება. როცა ადამიანს ძინავს დღეში 6 საათს ნაკლები როგორია? ფეთქებადი, გაღიზიანებული, იმპულსური, რთულია მათთან კომუნიკაცია, მაგრამ და გონიათ რომ ესეთი ხასიათი კი არ ვლოდო ვერ ძინავს საკმარისად. აი როგორც კი ძილს დააბალანსებენ, უკვე ხასიათი სტაბილურდება და კომუნიკაცია უკვე შეიძლება მათთან. ისე თუ თქვენ მაგალითად ხართ დატვირთული ფიზიკურად, ძალიან ბევრს მუშაობთ, ან ხართ სპორტსმენი, ან თქვენ სწავლობთ ძალიან ბევრს, მაშინ თქვენ გჭირდებათ სწორედ რომ 9 საათიანი ძილი. ხო, მართლა ისე აბიტურიენტებს სწორედ რომ გჭირდებათ 9 საათიანი ძილი. და აქვე, თუ თქვენ აბარებთ შემდეგ წელს ქიმიას ან ბიოლოგიას, ხართ მე-12 კლასელი, ან ხართ მე-11 ან მე-10 და გჭირდებათ ამ საგნებში მომზადება ადგილზე ან ონლაინ, რა თქმა უნდა, ჩემთან გელოდებით. ეხლა რაც შეეხება 10 და 11 საათიან ძილს, ეს რაზე მეტყველებს? 10 საათიანი ძილი სხეულისთვის მაინც კარგი არ არის. ახლა შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ მოდი მე ახლა 2-3 საათით მეც გამოვიცინებ და უფრო ენერგიული ვიქნები. არა და არა. აი 10 საათიანი ძილის შემთხვევაში უკვე ვითარდება ტვინის ნაბახუსები, ანუ მთელი დღე ადამიანი არის აი უენერგიო, მოთენთილი, ძალიან ზანტია, თითქოს მეტი გამოვიცინა, მაგრამ პროდუქტიული საერთოდ არ არის. აი 11 საათიანი ძილი თუ არის, მაშინ ჩვენ ექიმები ამგვარ ადამიანს ჩვენ გადავამოწევთ ხოლმე, ხომ არ აქვს მას რაიმე დაავადება, ვთქვათ, ხომ არ აქვს ვთქვათ ანემია, ანუ ხომ არ აკლია ვთქვათ სისხლში ერითროციტები და ან ჰემოგლობინი და ამის გამო ხომ არ აკლია ნერვულ სისტემას ვთქვათ ჟანგბადი და ამიტომ ხომ არ არის მიდრეკილი ვთქვათ ჰიპერსომნიისკენ, ან გადავამოწევთ ვთქვათ ფარისებრჯირკვის დაავადებებზე, ხომ არ გამოყოფს ვთქვათ ფარისებრჯირკვალი უფრო ნაკლებ ჰორმონს, ვიდრე უნდა გამოყოფდეს, ანუ ხომ არ აქვს ადამიანს ჰიპოთერიოზი, ასევე ნახავთ ხომ არ აქვს მას დეპრესია, თუ დეპრესიულ ადამიანები შეიძლება იყოს მიდრეკილი ხანგრძლივი ძილისკენ, ასევე ნახავთ ხომ არ აქვს მას შაქრიანი დიაბეტი, ან სხეულს ხომ არ აკლია მაგალითად ვიტამინი B12 ფოლიმის მჟავა, მოკეთროთ თქვათ ჩვენ მას გადავამოწევთ დაავადებებზე.
როგორც ხედავთ, თითოეული ხანგრძლივობის წილი ჩვენ ბევრ ამის გვევნება ადამიანის ჯანმრთელობაზე და ეს ვიდეო უნდა გავუზიაროთ სხვებსაც. ასევე არ დაგავიწყდეთ მის მოწონებაც.